80 წელი შესულდა მეორე მსოფლიო ომში. ყველაზე დიდი მონაკვეთის ეგრეთ წოდებული დიდი სამამულო ომის დასრულებიდან, ანუ გერმანია საბჭოთა კავშირის შორის ომის დასრულებიდან, რომელიც 8-9 მაისს მოხდა, როგორც ვიცი და მართლაც ახლა ეს ისეთი მოვლენა, რომელიც ნებისმიერი ქართველისთვის რა დროც არ უნდა გავიდეს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მტკივნეული საქმე იქნება და საკითხი იქნება, რადგან ამ ომში დაიღუპა 270,000-ზე მეტი ქართველი. არის მონაცემები 350,000, არის მონაცემები ყველაზე მცირე 270,000. დაიღუპა ორივე ფრონტზე. როგორც ამბობენ, 40-დან 80,000-მდე ქართველია დაღუპული გერმანიის მხარეს და სხვათა შორის წინასწარ ვიტყვით, რომ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტმა კვლევა ჩაატარა 1954 წელს და მისცა შეფასება მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს. და შეფასება იყო ასეთი, რომ ესენი არ არიან ნაცისტები, ესენი არიან უბრალოდ ანტიკომუნისტი ქართველი პატრიოტები, რომლებთაც ყველა გზა სურდათ მოენახათ თავის სამშობლოს დამოუკიდებლობის აღსადგენად. და აი ამ სურვილმა აღმოაჩინა მხოლოდ ნაცისტური გერმანიის მხარეს. სხვა შორის ქართველი მებრძოლები, რომლებიც ნაცისტური გერმანიის რიგებში იბრძოდნენ, არასოდეს არ იყენებდნენ სვასტიკას, სხვა გერმანულ ნიშნებს და მხოლოდ სამფეროვანი ქართული დროშის ნიშნებით მონაწილეობდნენ ამ ომში. მაგრამ რაც შეეხება მეორე მხარეს, მთავარსარდალიც ქართველი იყო. მთავარი ლოჯისტიკის წამყვანიც, ზურგის წამყვანიც. არა მარტო მე ვიტყოდი საბჭოთა არმიის, არამედ საერთოდ იმდროინდელი ანტიჰიტლერული კოალიციის მონაწილე არმიების ისიც ქართველი იყო, ან გულისხმობ მთავარსარდალ სტალინს და ასე ვთქვათ, ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და დაზვერვის დიდოსტატს ლავრენტი ბერიას ამ შემთხვევაში. და აღარაფერს ვამბობ ათეულობით ქართულ გენერალზე და დაახლოებით 700,000 ქართულ მებრძოლზე, რომელთაგანაც ალბათ მინიმუმ 270,000-ია დაღუპული, ზოგიერთი მონაცემით 350,000. თვითონ ეს ბრძოლა რო განვიხილოთ, რამდენიმე რამეა საჭირო ვთქვათ. პირველ რიგში, რომ 1929 წელს, როდესაც მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი მოხდა, დაფიქსირდა, რომ გეგმიური ეკონომიკის სახელმწიფოები, საბჭოთა კავშირი, იტალია და იაპონია გადაურჩა ამ კრიზისს. რამაც ბიძგი მისცა სოციალისტური პარტიების აღმავლობას დასავლურ სამყაროში, გერმანიაში მოდიან ნაცისტები, საფრანგეთსა და ბრიტანეთში წინააღმდეგებიან სოციალისტური პარტიები, ანუ საფრანგეთის სოციალისტური, ბრიტანეთში ლეიბორისტული და ამერიკაშიც რუზველტს მოუწევს გეგმიური ეკონომიკის მექანიზმების გამოყენებით ამერიკის გადარჩენა. ამან გახადა, რომ თუ თქვა პროცესი ესე წავიდოდა, გეგმიური ეკონომიკის ლიდერები, როგორც იყო იგივე სტალინი, საბჭოთა კავშირი, შეიძლება მსოფლიოს ლიდერი გამხდარიყო. მას ახალ გეგმიური ეკონომიკის სახელმწიფოს ნაცისტურ გერმანიას, თქვა ფაშისტურ იტალიას, იაპონიას რეალურად სისტემური კონკურენტი არ ყავდათ. და რა თქმა უნდა, აქ უკვე წავიდა მსოფლიოს ახალი გადანაწილებისათვის ბრძოლა, პირველობისთვის ბრძოლა. უნდა ითქვას ისიც, რომ 1929 წლამდე არ იყო სავარაუდო, რომ მაინც და მაინც გერმანია საბჭოთა კავშირის შორის მოხდარიყო. ძირითადად ამისი მსურველი იყო უინსტონ ჩერჩილი, იმიტომ რომ ის ამბობდა, რომ ჩვენი მთავარი საფრთხე საბჭოთა კავშირის სტალინი და თუ ჩვენ სტალინს შევაკავებთ, შემდგომში ჯოჯოხეთშიც დამემალოს ჰიტლერი, თემთა პალატიდან ავიღებ ასე ვთქვათ მივლინებას, ჩავალ ჯოჯოხეთში და იქ ამოვშატავ ჰიტლერს. აი ეს სიტუაცია იყო. ამის პარალელურად 1938-39 წლებში უკვე გამოიკვეთა, რომ საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია პირიქით პარტნიორები ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ გერმანიის თვითმიზანი იყო თავისი ძველი ისტორიული მიწების დაბრუნება, რომელიც ვერსალმა ჩამოაჭრა, ხოლო სტალინის მიზანი იყო რუსეთის იმპერიის მიწების მაქსიმალურად დაბრუნება. და ეს იყო სწორედ ის მოტივი და საბაბი, რამაც მათ საშუალება მისცა, რომ გარიგებოდნენ ერთმანეთს ცნობილი მოსკოვის ხელშეკრულებით 1929 წლის 23 აგვისტოსյան რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რასაც ქვია. სხვა შორის დიდი როლი თამაშა სტალინის დიპლომატიამ აქ. ჰიტლერს მოაჩვენა, რომ თითქოს ის აპირებდა ალიანსის გაფორმებას ბრიტანეთთან და საფრანგეთთან პოლონეთის მხარის დასაჭერად გერმანიის წინააღმდეგ და აი ამ ალიანსის ბრიტანულ საბჭოთა ფრანგული ალიანსის ჩაშლის მოტივით
ჰიტლერი იძულებული გახდა, რომ რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი გაეფორმებინა. ერთ კვირაში შეიჭრა ჰიტლერი პოლონეთში, სხვადასხვა ჰიტლერმა ითავა და უზრუნველყო საბჭოთა კავშირი იაპონიის ზავით, ესეც მოლაპარაკების საკითხი იყო, მაგრამ სტალინი არ ჩაერთო ომში 17 სექტემბრამდე. 1 სექტემბერს ჰიტლერი შევიდა, 2-3 სექტემბერს მას ბრიტანეთმა საფრანგეთმა ომი გამოუცხადა, ის უკვე აგრესორია, ხოლო 17 სექტემბერს სტალინი შევიდა აღმოსავლეთ პოლონეთში, რომელსაც მერე დაარქვეს დასავლეთ ლიტვას, დასავლეთ ბელორუსს და დასავლეთ უკრაინას, როგორც მათი გამათავისუფლებელი. დანარჩენ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, როგორც მეორე მსოფლიო ომისგან გადამრჩენი და მას სხვათა შორის ბრიტანეთი და საფრანგეთი მიესალმა. 1929 წელს სტალინმა, ასე ვთქვათ, გროსმეისტერული პარტია შეასრულა დიპლომატიის თვალსაზრისით. ჰიტლერთანაც და დასავლეთთანაც მიმართებაში რეალურად ყმის გავარდნის გარეშე რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოახერხა საბჭოთა კავშირის აღდგენა. რა თქმა უნდა, ამას დაუმატა შემდეგ წელს 40 წელს ბესარაბიის და ბუკოვინის შემოერთებაც ასევე უსისხლოდ. დღეს რომ რასაც ქვია დასავლეთ უკრაინის ნაწილი და რასაც ეწოდება თანამედროვე მოლდოვა. ერთადერთი პრობლემა შეექმნა ფინეთთან ზამთრის ომში და როდესაც ის გარიცხეს 39-40 წლების მიჯნაზე მიდიოდა ერთა ლიგიდან და დაემუქრა ბრიტანეთი და საფრანგეთი ომის გამოცხადებით, ეს მას არ აწყობდა და ამიტომ შეწყვიტა და მხოლოდ კარელის ყელით დაკმაყოფილდა. აქედან მოყოლებული ერთი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი საფრანგეთისთვის, ბრიტანეთისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრინციპში მისაღები პარტნიორი იყო, ხოლო ჰიტლერი აგრესორი. ამის მერე ხდება საფრანგეთის ოკუპაცია ჰიტლერის შემდეგ და აი აქ არის ძალიან საინტერესო რა მოხდა 39 წლის ზაფხულში. რა თქმა უნდა, პლან ბარბაროსა არსებობდა და საბჭოთა კავშირის შემოწმის გეგმა, მაგრამ და სტალინსაც ჰქონდა სხვა ჩვენს ეს მონაცემები, სადაზვერო მონაცემები, რისი დასტურიც ის არისო, რომელი სარდლებიც მის ბრძანებას ასრულებდნენ კერძოდ. საუბარი აიგივე თქვა და ლავრენტი ბერიაზე, რომელიც აკონტროლებდა სასაზღვრო ჯარებს. სადაც სასაზღვრო ჯარები იდგა, ვერც ერთი ფრონტი ვერ გამოარღვიეს გერმანელებმა და პირიქით კონჩეტევაზე გადავიდა საბჭოთა არმია. სადაც თქვა მისი მითითებები საბრძოლო მზაობაზე და მზადყოფნაზე დასავლეთის ფრონტმა არ შეასრულა, სწორედ გამოარღვიეს გერმანელებმა. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს ეჭვი, რომ ეს ცნობილი ჰესის გადაფრენა გერმანიიდან ბრიტანეთში და იქ ვითომ დაპატიმრება ეს იყო მხოლოდ შეფუთული მოლაპარაკება ჩერჩილსა და ჰიტლერს შორის და ერთგვარი ბიძგი, რომ ჰიტლერს საბჭოთა კავშირისთვის და ეს ცალკე საუბრის თემა ფაქტია, რომ დაიწყო. და ფაქტია ისე დაიწყო, რომ მიუხედავად იმისა, საბჭოთა კავშირი ამისთვის ემზადებოდა თუ არ ემზადებოდა 1951 წლის აგვისტო-ოქტომბერში საბჭოთა კავშირი იდგა სრული კატასტროფის პირას. ჰიტლერს რომ დარტყმის მთავარი ხაზიდან არ გადაეყვია და კიევის აღებაზე და ლენინგრადის ბლოკადაზე არ დაეწყო და არ გადაენაწილებინა ჯარი და არ დაეწყო ფიქრი, რა თქმა უნდა ის მოსკოვს აიღებდა, იმიტომ რომ 15 ოქტომბერს, როდესაც ის უკვე მოსკოვის სიახლოვეს გამოჩნდა, არანაირი შემაკავებელი ძალა არ არსებობდა, ამას ნებისმიერი ექსპერტი და ისტორიკოსი ადასტურებს, აქ ითამაშა ლომის წილი მოსკოვის გადარჩენაში პერსონალურად სტალინის ფაქტორმა, რომელმაც საალყო მდგომარეობა გამოაცხადა, არ დატოვა მოსკოვი. ახლა ძალიან ხშირად უყვართ, რომ ეს მოვლენები გადაიტანოს 7 ნოემბრის ამბებზე, სინამდვილეში ეს მოხდა 15 ოქტომბერს და ყველაზე მწვავე სიტუაცია იყო 15-დან 19 ოქტომბრამდე. რეალურად ცოტა რო ტემპი აეჩქარებინათ გერმანელებს, კაცმა არ იცის როგორ გადაწყდებოდა ომის ბედი, მაგრამ 19-ში დაიწყო არანახული წვიმები. ცნობილი რასპუტიცა, ეს ცნობილი ფენომენია რუსეთის სინამდვილეში, სადაც ტექნიკა უბრალოდ გაჩერდა. 19 ოქტომბრიდან დაახლოებით 16 ნოემბრამდე, ანუ ერთი თვის განმავლობაში საომარი მოქმედებები შეწყვეტილი იყო და ამის შემდეგ უკვე ჰიტლერს უმტყუნა მისმა საწვავმა 50 გრადუს ყინვაზე არ იყო მისი, ასე ვთქვათ, ქვანახშირზე დამზადებული ნავთობი გათვლილი. ტექნიკა გაუჩერდა, უკვე როდესაც ვთქვათ გზები გაიწვინა, მაგრამ მოსკოვს უნდა მიახლოვებოდა და უკვე დეკემბრის დასაწყისში იწყება კონჩეტევა. და ამ კონჩეტევა სტალინსაც ხელს უწყობს, რომ მან უკვე იცის, რომ იაპონია შეუტევს ამერიკის შეერთებულ შტატებს. და აქ ფარული მოლაპარაკებები აქვს იაპონიასთან, ფორმდება კიდე დამატებითი, როგორც ეთქობა, პირობები იაპონიასთან ურთიერთთავდაუწყებლობაზე.
ესეც სტალინის გადამწყვეტი მომენტი იყო. აქ ჩვენ არ შევეხებით ბევრ ამას, უბრალოდ რას ვიტყვით, არის ცნობილი ბატალები ბრძოლა კავკასიისთვის, სადაც ყირიმის და ქერჩის ნახევარკუნძულზე ბრძოლები, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაწვა ქართველები. ბრძოლა სტალინგრადისთვის, რომელიც იყო გარდამტეხი და ბრძოლა კურსკისთვის. და თავიდან ბოლომდე სტალინგრადის ბრძოლა და კურსკის ბრძოლა ეს სტალინის დაგეგმარებაა. თავიდან ბოლომდე ეს აბსოლუტურად ცნობილია და ძალიან დიდ როლს თამაშობდა. რა თქმა უნდა, აგენტურა ეს ცნობილი ვერტერი, რომლის ვინაობას დღემდე გაურკვეველია, იმიტომ რომ სხვაგვარად აი ამ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, რასაც მიაღწიეს. და რა თქმა უნდა, აქ არ უნდა დავივიწყოთ ოპერაცია ბაგრატიონი, თან სიმბოლურია. რომ სტალინი არ ქვავს მსოფლიო ისტორიაში ყველა დროის ყველაზე გრანდიოზულ ოპერაციას, არც მანამდე და ალბათ არც სამომავლოდ, აი ესეთი მასშტაბის, ამდენი არმიის, ამდენი მილიონი ჯარისკაცის, ესეთი ტექნიკის და ამხელა სივრცის მომცველი ოპერაცია არასოდეს არ ყოფილა და ალბათ ვერ იქნება, რომელსაც ახლა რუსები ბელორუსიის ოპერაციას ეძახიან და ოფიციალურად მას ეწოდება ოპერაცია ბაგრატიონი, რომლის წარმატების შედეგიც იყო, რომ ფაქტობრივად საბჭოთა არმია სმოლენსკიდან ვარშავამდე აღმოჩნდა. აი ამხელა მანძილი დაფარეს ერთ თვეში და ამან უზრუნველყო სხვათა შორის ოვერლორდის წარმატება. ძალიან ბევრს ამბობენ, რომ ლენდ-ლიზის დახმარება იყო მნიშვნელოვანი, კი იყო, მაგრამ ლენდ-ლიზის, ანუ ამერიკული დახმარების ხვედრითი წილი საბჭოთა არმიის მომარაგებაში 3%-ს არ ცილდებოდა. ხოლო ოვერლორდის წარმატების უდიდესი პროცენტი განსაზღვრა ოპერაცია ბაგრატიონმა, იმიტომ რომ გერმანიის არმიის უმთავრესი ძალები სწორედ აქეთკენ მოიზიდა და თან გაანადგურა. ისევე როგორც სხვათა შორის ცნობილი სიცილია იტალიაში ამერიკულ-ბრიტანული დესანტის გადმოსვლა უზრუნველყო კურსკის ოპერაციამ, კურსკის ბრძოლა. ამას ატომღაც ივიწყებენ. ამის დავიწყება ხდება აღარაფერს ვამბობ ბერლინის აღებას. და საინტერესო რა არის, რომ აი როდესაც დღეს ქართველი კაცი უფიქრდება და მეორე მსოფლიო ომზე მსჯელობს, რა შეიძლება ითქვას? უნდა ითქვას შემდეგი. ქართველი ვაჟკაცები, იგივე ვინც გერმანიის მხარეს იყო, განსხვავებით რუსი ლასოველებისაგან, მართლა იბრძოდნენ. ტყუილად არც ერთ ფრონტზე არ მდგარან, მართლა თავს წირავდნენ. აღარაფერს ვამბობ აქეთ საბჭოთა არმიის მხარეს და ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეს მებრძოლ ქართველებზე, რომელმაც მაგრამ გმირობის მაგალითები თქვეს და კვირობით შეიძლება აი დანელიას ცნობილი და სხვა გმირების მაგალითებზე, რომლებზეც შეიძლება ფანტასტიკური ფილმები გადაიღოს ადამიანმა. და აღარაფერს ვამბობ გენერლებზე, ცნობილი ჩანჩიბაძე, კენიგსბერგის ამღები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აქ უნდა გავიწყდება ერთი რამ, რომ ქართველმა ერმა აი ამ ომში უფრო დიდი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე ბრიტანეთმა, რომლის მსხვერპლი დაახლოებით 250-დან 300,000-მდე იყო, ვიდრე საფრანგეთმა, რომლის კიდევ უფრო მცირე იყო და ვიდრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. სოფლიოს უდიდეს ქვეყნებზე უფრო დიდი მსხვერპლი გაიღო ქართველმა ერმა და ნუცის დაგვავიწყდება, რომ ბერლინის ამღები უმაღლესი მთავარსარდალი იყო ქართველი. რომ არა სტალინის ფენომენი და რომ არა ბერიას ფენომენი და ამაზე ნებისმიერ ისტორიკოს, ვისაც ოდნავ სინდისი აწუხებს, საათობით შეუძლია ლაპარაკოს, ისაუბროს და დაამტკიცოს აი ეს სიმართლე, რომ არა სტალინი და რომ არა ბერია 40 წლებში ჰიტლერის შემაჩერებელი ძალა მსოფლიოში არ არსებობდა. ვერავით არის რუსეთი, ვერავით არის ცალკე აღებული ამერიკა, ბრიტანეთი ჰიტლერს ვერ მოუგებდა და ამის დასტურად ერთ ფაქტს ვიტყვი. უკვე ბერლინი დაცემული იყო, იდგა 6 მაისი და ჯერ კიდევ ბრიტანელებსაც ჰქონდათ თავის თავზე ნაკისრი, რომ ჰოლანდია და ნორვეგია გაეთავისუფლებინათ, აღებული არ ჰქონდა და ნორვეგიასა და ჰოლანდიაში ჯერ კიდევ გერმანელები იდგნენ. რაც შეეხება ტექსას, ცნობილი კუნძული, ის ბრიტანეთის უბრალოდ მისი დომინიონის კანადის ჯარებმა მხოლოდ 26 მაისს გაათავისუფლა. რომ არა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სტალინის სარდლობა, რა თქმა უნდა, რუსეთს არმიას არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა და რომ არა საბჭოთა კავშირი და იქ ალბათ ის ქართული ხვედრითი წილი, რომელიც ფაქტია და რომელსაც ვერავინ ვერ აუხებს გვერდს, მეორე მსოფლიო ომი შედგებოდა თუ არა ეს ცალკე საკითხის თემაა, მაგრამ ჰიტლერის შემაჩერებელი ძალა, იმდროინდელი გერმანიის შემაჩერებელი ძალა მსოფლიოში არ არსებობდა. ასე რომ ქართველი ერის წინაშე მთელი კაცობრიობა ამაში წვალშია.